პოლონეთი, ქალაქი გდანსკი, ევროპა ლიგის ფინალი. ვილიარეალი მანჩესტერის წინააღმდეგ, უნაი ემერი სულშერის წინააღმდეგ, დანი პარეხო ბრუნო ფერნანდეშის წინააღმდეგ და პოლონეთის პოლიცია იუნაიტედის ბრალი ფანების წინააღმდეგ. გამარჯობა, 151 შეხვედრას ატარებს სულშერი მანჩესტერის მწვრთნელად. 3 სეზონის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო. ანუ რას ნიშნავს იცით ეს ინფორმაცია, რომ თითქმის 3 წელია მანჩესტერში ხელფასს არაფერში იღებს ორი ადამიანი, სულშერი და მუზეუმის ის თანამშრომელი, რომელსაც მოგებული ტიტულების დაალაგება ევალება თაროებზე. მოგესალმებით ბიათაიმიდან დებო და ძმებო. Manchester United-ის წლევანდელი სეზონი ძალიან გაუც ძმების ურთიერთობას. უფროს ძმას, ანუ ჩემპიონთა ლიგას, ჯგუფურ ეტაპზე დაუპატარავდა მანჩესტერის მაისური და გათავის უმცრო ძმას ევროპა ლიგას. ევროპა ლიგამაც მშვენივრად მოიხდინა ეს მაისური და ფინალში თუ მეზობლის ბავშვმა, ანუ ვილიარეალმა ტანზი არ შემოახია, ტიტულიც დაიდება. ვილიარეალის მწვრთნელს უნაი ემერის 4-ჯერ აქვს ნათამაშები ევროპა ლიგის ფინალი. Arsenalით წააგო, თუმცა მანამდე სევილიას ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა ეს ტურნირი. ანუ გამოდის, რომ უნაი ემერი არის ევროპა ლიგის ზიდანი რა. ოღონდ ახლა მანჩესტერსაც თუ მოუგო, სიტუაცია იცვლება და უკვე ზიდანი გახდება ჩემპიონთა ლიგის უნაი ემერი. Am ფინალამდე მანჩესტერი და ვილიარეალი ერთმანეთს სულ 4-ჯერ შეხვდნენ. 4-ვე ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და 4-ვე მატჩი 0-0 დამთავრდა. ანუ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას თავისუფლად შეიძლება დაერქვას 22 კაცი დასდევს ერთ ბურთს. რამდენიმე დღის წინ სულშერმა რონალდუს დაურეკა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. მოდი ვნახოთ ეს სატელეფონო ჩანაწერი. დიახ, გისმენთ. კრისტიანო, გამარჯობა, სულშერი ვარ. ვინ სულშერი? სულშერი მანჩესტერიდან, შენი გუნდელი არ გახსოვ არ? ბოლო წუთებზე რომ შემოვდიოდი და გოლები რომ გამქონდა. ეგ სულშერი კი არა, სოლსკიაერი იყო. გეშლება, ნორვეგიულად სულშერია. შენ მასწავლი კაცო, ჩემი გუნდელი იყო. შენ მასწავლი კაცო, მე ვარ. კარგი ხო. ფერგიუსონის ნომერი და რატომ ირეკავ? აბა, ჩემს ნომერს 3 წელი არ პასუხობდა. ხო არ გაგაღვიძე? არა, ბენტანკურის ხელში რა დამაძინებს. როგორ მიდის თქვენი საქმეები? რავი, კარგად, ევროპა ლიგის ფინალში ვართ. ევროპა ლიგის? ეგ რა არის? აი, ნაპოლის რომ მოეგო ვერონასთან, გეცოდინებოდათ რაც არის. გასაგებია. და რამ შეგაწუხა? მინდა რომ მანჩესტერში გადმოხვიდე, ლიგაზეც გავიდეთ და ინგლისის ჩემპიონობისთვისაც ვაპირებთ ბრძოლას. კარგი და მანჩესტერში უძრავი ქონების ფასები როგორია? უძრავი ქონების, რავი აბა, მაგალითად პოგბას 60 მილიონს ვაფასებთ. კარგი, რომ გადმოვიდე და შემდეგ წელს ვერც ერთი ტიტული მოვიგოთ, რა ვქნა? მასეთ შემთხვევაში შენ კი არა მე რა ვქნა, ის მირჩიე. მოკლედ მოაწერე ჩვენთან კონტრაქტ ხელი და პრემიერ ლიგაში ყველაზე მაგარ ხელფასს დაგინიშნავ. ფული ბევრი მაქვს, მაგით ნაღდად ვერ გამაკვირვებ. პრემიერ ლიგის ჩემპიონს გაგხდი. კაი რა. პრემიერ ლიგას 3-ჯერ მაქვს მოგებული და აღარ მაინტერესებს. კარგი. მაშინ გადმოდი და კვირდები რომ ჩემპიონთა ლიგას მოგაგებინებ. ბიჭო, ჩემპიონთა ლიგა მოვიგე 5-ჯერ და აქედან 3-ჯერ ზედიზედ. შემეშვი რა, არ გამოვა ეს ტრანსფერი. მესი შეიძლება სიტიში გადმოვიდეს. ხელი სად მოვაწერო? ლიდერბედზე ოქროს ბურთის გათამაშება გრძელდება და თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი მოიგოთ ნამდვილი ოქროს ბურთი ხვიჩა კვარაცხელიაზე 2 წლით ადრე. წესები ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ლიდერბეთის საიტზე შეხვიდეთ და იქ გაეცნოთ. ახლა კი პროგნოზი. ჩემი პროგნოზია მეტი კუთხური, გამომდინარე იქიდან რომ თასიდევ სასწორზე, რა თქმა უნდა ძალიან დაძაბული და ფრთხილი თამაში იქნება, ფიქრობ არც ერთი გუნდი არ გახსნის ცენტრს და ძირითადად შეტევები წავა ფლანგებიდან, რასაც მოყვება კუთხურები. ამიტომ ჩემი პროგნოზია მეტი კუთხური. დღესაც ორმაგ პოზიციას ვიღებ. X2 და 3.5-ზე ნაკლები. ვთვლი რომ მანჩესტერი უდაოდ ფავორიტია, მაგრამ ვილიარეალი ბოლომდე იბრძოლებს თავის ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად. ამიტომ მგონია რომ უფრო ჩაკეტილი ფეხბურთი იქნება და ცოტა გოლი გავა. ლიდერბეთის ყოველდღიური გათამაშება გრძელდება, რომლის საპრიზო ფონდიც არის 1 მილიონი ლარი. შეგახსენეთ, რომ გათამაშება შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ყოველ დღეს საღამოს 10 საათზე ლიდერბეთის პეტფარის სპორტ შოუსა და ლიდერ სპორტის Facebook გვერდებზე. დღეში თამაშდება 5,000 ლარიანი პრიზი, ანუ სულ 25,000 ლარი და ეს ყველაფერი გაგრძელდება 3 ივნისამდე. აქვე ერთი რჩევა იმათვის, ვინც უცხო ნომრებს არ პასუხობს.
შეიძლება 5000 ლარი მოიგო, ამიტომ 10-10-დან ყველა ნომერს უპასუხებ. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, ჩემი პროგნოზია ვილიარეალის კარში დარტყმების ნაკლებობა. Unai Emery ძალიან კარგად იცნობს ამ ტურნირს, იგი ამ ტურნირის, ანუ ევროპა ლიგის რეკორდსმენია, 3-ჯერ აქვს მოგებული. ის ასევე ძალიან კარგად იცნობს Manchester United-ს, იცის საკუთარი გუნდის შესაძლებლობები და ვფიქრობ, რომ უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებას ეძვნებს და ბევრს არ შეუტევს, მხოლოდ კონტ შეტევებზე თუ გადავა და არ ამგონია, რომ ბევრჯერ მოახერხოს კარში დარტყმა. ამიტომ ვილიარეალის კარში დარტყმების ნაკლებობა.